განათლების მინისტრმა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გახსნა, სადაც მონაწილეებმა ერთობლივი პროგრამების განხორციელებასა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა უნივერსიტეტის საქმიანობის შედეგები შეაჯამეს. სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების განხორციელების საკითხზე იმსჯელეს და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ასევე სტუდენტების დასაქმების პერსპექტივები განიხილეს. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამინისტროსთან პარტნიორობით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ჩვენ შევაჯამეთ ის სამუშაო, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ერთობლივად განახორციელებთ და ასევე მივსჯელეთ, რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებზე. ჩვენი მიზანია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყოს ასევე ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს განათლების სამინისტროსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რომ მომავლის საჭიროებებს მომზადებული შევხვდეთ, ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე და ასევე სამომავლო გეგმებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე. ჩვენ გვინდა, რომ განვავითაროთ ეს ძალიან მყარი ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს ქართულ უნივერსიტეტებთან. რთულია განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, როცა არ გაქვს საფუძვლიანი ურთიერთობები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ საქართველოსთან ძალიან საფუძვლიანი და ღრმა თანამშრომლობა გვაკავშირებს.